ამბროს პირსი, მე-19 საუკუნის ამერიკელი მწერალი, რომელიც არც რეალისტებს მიეკუთვნებოდა და არც ნატურალისტებს. ადამიანების ყოველდღიური გასაჭირისადმი დიდ ინტერესს არ ავნებდა. პირსი მეტად შეუნიღბავად წერდა. გამოირჩეოდა რეპორტიორული სიმძაფრითა და პირდაპირობით, რის გამოც ენამწარე პირსი შეარქვეს. ამბროს პირსის შემოქმედება მაღალი შეფასება მიიღო. იგი მოკლე პროზის სამაგალითო ოსტატად ითვლება. ამბროს პირსი დეტალებს აკონტროლებს. თითოეული დეტალი გვაძლევს უფრო მკაფიო წარმოდგენას გმირების ირონიულ ბედზე. სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა ადამიანები სიტყვებს სხვადასხვა შინაარსა თუ კონტექსტს ანიჭებენ. ამერიკელმა მწერალმა და პუბლიცისტმა ამბროს პირსმა შექმნა ეშმაკის ლექსიკონი, სადაც პირსი იყენებს იუმორს, რათა გამოხატოს მისი ირონიული დამოკიდებულება სამყაროსადმი. პირსი სიტყვების სხვადასხვაგვარ მნიშვნელობას გვთავაზობს, მაგალითად, მიმდევარი, მომხრე, რომელსაც ჯერ სრულად არ მიუღია სარგებელი, რომელსაც ელოდება, მობოდიშება, სამომავლოს შეურაცხმყოფისათვის ნიადაგის შემზადება, უიღბლობა, ისეთი იღბალი, რომელიც მუდამ სხვას ერგება, ჩვენ კი არასდროს. ნაცნობი არსებითი სახელი გულისხმობს ადამიანს, ვისაც საკმაოდ ვიცნობთ, რათა ფული ვესესხოთ, მაგრამ არასაკმარისად რასა ვასესხოთ. მშვიდობა, არსებითი სახელი, საერთაშორისო ურთიერთობებში სიცრუის პერიოდი, ორ საომარ პერიოდს შორის. მწერლები რეალობის სრულიად განსხვავებულ სახეს გვაჩვენებენ, თუმცა თუ გავაანალიზებთ მათ განმარტებებს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც და ბოლო სიტყვაც ეს არის სწორედ ამბროს პირსი. რეალობა, არსებითი სახელი, შეშლილი ფილოსოფიის მანება, სიცარიელის ჩანასახი.